ბატონო ზურაბ, თქვენ სამუშაო სისტემაში მოხდა ცვლილება. რა სახის ცვლილებებია ეს და როგორ წაადგება იგი ჩვენს რაიონს? მოგახსენებთ. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან საქმთავარ ენერგოს სისტემა დაიშალა და გამოიყო მთლიანად ადმინისტრაციული აპარატი და შეწყვიტა დაფინანსება რაიონებისა საქმთავარ ენერგო. ესე იგი, ადგილობრივი ქსელი, ელექტროსისტემა და რეალიზაციის საწარმო გაერთიანდა და დაუქვემდებარდა რაიონის გამგეობას. ესე იგი, მთლიანად ეს საწარმო არის თვითდაფინანსებაზე და ეს ახალი სისტემა, ესეთი სისტემით საერთოდ გრუზენერგოს ალბათ დაახლოებით 70-იანი წლების მერე არ უმუშავია. ადრე მე როგორც გადმოგვცეს ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაგრამ დღესდღეობით ამ ეტაპზე ჩვენ როგორც ვფიქრობთ, დაიშალა იმის გამო, რომ ელექტროენერგიის და დახარჯული კილოვატ-საათებისა და თანხის ამოღება გაძლიერებული ჰქონდა ენერგოსისტემას, თვითონ გრუზენერგოს. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დავალენებებით დაუბრუნდა რაიონებს და ამიტომ იმ დავალენებებით და იმ პერსონალით და იმ მთლიანი უძრავ-მოძრავი ქონებით აქტის საშუალებით გადაეცა ადგილობრივ გამგეობას და ჩამოყალიბდა ქარელის ელექტროენერგიით მომარაგებისა და რეალიზაციის საწარმო. ეს შეახლია ჩვენთვის და თუ რა დადებით მოიტანს ეს რაიონისთვის, ეს დამოკიდებულია მთლიანად მთელი რაიონის მოსახლეობისა და წარმოება ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაზე. ყოველ შემთხვევაში ის ვალი, რაც ჰქონდათ ყველა წარმოება დაწესებულებას და მოსახლეობას, გრუზენერგოსი, სახენერგოსი აღარ არის ფაქტურად ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი იმ ელექტროენერგიის ხარჯების ამოღებაზე. წაადგება თუ არ წაადგება ეს რაიონის ელექტროენერგიით მომარაგებას, ამას შემდეგში დრო გუჩვენებს. და როგორ მიმდინარეობს გადასახადების საკრებულო დღეს? რამდენი არის დავალიანი? 1 აპრილის მდგომარეობით, აი მას მერე რაც გრუზენერგოს გამოეყო და ჩამოყალიბდა ახალი საწარმო, ქარელის რაიონს აქვს 233 მილიარდი კუპონი გადასახდელი გრუზენერგოს. ეს არის ძველი ვალი. რაც შეეხება აპრილის თვეში არის 32 მილიარდი გადასახდელი საქენერგოსთვის. თანხების ამოღება როგორც წარმოება ორგანიზაციებიდან და ისე მოსახლეობიდან გართულებული არის ფულის უქონლობის გამო, კუპონის უქონლობის გამო მოსახლეობაში და ასევე წარმოება ორგანიზაციებში. დაახლოებით 2 კვირის მანძილზე დღესაც მიმდინარეობს ეს პროცესი, კეთდება რეიდები სოფლებში, ქალაქში, დაბა-აგარაში, მთლიანად მთელ რაიონია მოცული ამ სამუშაოებით. ფაქტიურად ამ ერთი თვის მუშაობიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი, 2 მილიარდი თანხა ამოღებული. ეს არის ისეთი მცირე თანხა, რომლითაც წარმოებაც ვერ იარსებებს. არამედ თუ გრუზენერგოს გადავხდით იმ ელექტროენერგიის ღირებულებას. აქ ლაპარაკია ხელშეკრულებების დაგებაზე გრუზენერგოსა, საქენერგოსა და ქარელის საწარმოს შორის. არის მოცემული თვითონ ზემოდან მთავრობის მიერ სიმძლავრის ხარჯი და იმის ეს ხარჯები მაგალითად აგერ მოცემულია მინისტრთა კაბინეტის დადგენილია, რომ ქარელის რაიონმა დღევამეში უნდა მოიხმაროს 79,000 კილოვატ-საათი. 79,000 კილოვატ-საათის მოხმარების ზემოთ რაც იქნება, იმას გადაუხდის 4 მაგი გადიდებული ტარიფით. ფაქტიურად ვერც ერთი ჩვენი საწარმო თუ მოსახლეობა ელექტროენერგიას აი ამ ასეთი ხარჯით და ასეთი სიმძლავრეებით ელექტროენერგიას ვერ მიიღებს. 24 საათის განმავლობაში რაიონს შეიძლება გქონდეს მხოლოდ 2 ან 3 საათი ელექტროენერგია. აქ არის საორიენტაციო გრაფიკი გაკეთებული
შეჯიბრებით ამ გრაფიკზე მუშაობთ ჩვენს გამგეობაც მასთან შეთანხმებით გაგეთდება ეს ყველაფერი გამგეობა ცდილობს იმას რომ მთავრობაში რაღაცნაირად დააყენოს საკითხი და ეს ხარჯი ორჯერ მაინც გაიზარდოს თუ ეს საკითხი გადაწყვეტება ალბათ რაიონში ელექტროენერგიის ასე ვთქვათ ხანგრძლივობა ჩართვის ხანგრძლივობაც გაიზრდება მე მოსახლეობას ვთხოვ გაგებით მოეკიდოს აი ესეთ ძალიან მძიმე ეკონომიურ შექმნილ ასეთ სიტუაციას და რაც შეიძლება მინიმუმი მაინც გადაიხადოს იმ დახარჯული ელექტროენერგიის ამ წუთში იმ ძველი ვალებთან ძველი ვალებით და ახალი ვალებით რაც არის დაახლოებით ერთ ოჯახში მოდის 10 მილიონი კუბონი ძელია ამის გადახდა მაგრამ რაღაც საშუალებები უნდა გამოინახოს რომ ეს ვალი დაიფაროს წინააღმდეგ შემთხვევაში გრუზენერგო შეგვიწევს ელექტროენერგიის მოწოდებას